მოვიდნენ ამ არჩევნებზე დამკვირვებლების სახით. თქვენ ამაში ხედავთ პრობლემას? მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მე ყოველთვის ვისწრაფოდი ისეთი საქართველოს არსებობისკენ მთელი ჩემი არსით, სადაც მხოლოდ ქართველი ხალხი განსჯის რა არის მისი მომავლისთვის უკეთესი. მე საფრანგეთში გავატარე ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი და იქ წარმოუდგენელია, რომ დამკვირვებლებს შესცქეროდეს ფრანგი მოქალაქე კარგად ჩაატარა არჩევნები თუ ცუდად. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ხოლმე დამკვირვებლები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ხოლმე გულშემატკივრები და ობიექტური შემფასებლები. რა თქმა უნდა, თუ კი ისინი იქნებიან, ამას საგარეო საქმეთა სამინისტრო კარგად ორგანიზებას უკეთებს ყოველთვის და მივესალმებით. მაგრამ თუ არ იქნებიან, ჩვენ გვესმის ერთი რამ, რომ ჩვენ აგვიჩია ხალხმა და სწორედ ის ხალხი, ვინც ამომრჩეველი იქნება აგრეთვე ამ არჩევნებზე, გააკეთებს შეფასებას და იტყვის მისმა არჩეულმა ხელისუფლებამ 2012 წელს დემოკრატიულად ჩაატარა თუ არა არჩევნები, რადგან ხალხი არის ის, ვინც აკეთებს არჩევას ევროპული მომავლის სასარგებლოდ. ევროპული მომავალი ნიშნავს მარტივ რაღაცებს და მათ შორის იმას, რომ არჩევნები უნდა იყოს ხოლმე მშვიდობიან პირობებში ჩატარებული, კანდიდატები შეეჯიბრონ ერთმანეთს ყოველგვარი კვერცხების, მუშტების გარეშე, რაც რეალურად უკვე შემთხვევაა ჩვენს რეალობაში, ასე იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე და ზოგიერთმა აქტიურმა მოქალაქემ თავი შეიკავოს იმისგან, რომ რომელიმე პარტიას უსაყვედუროს თავისი წარსული, ახლა ამის დრო არ არის, ყველას თავის წარსულზე პასუხს, თუ კი ამისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს, მოეთხოვება ურნასთან, როდესაც მივა თითოეული ჩვენთაგანი. მანამდე ორი თვეა, ძალიან დაძაბული ორი თვეა, იმიტომ რომ ბევრი კანდიდატია და ყველამ კეთილი უნდა ვინებოთ თითოეულმა მოქალაქემ, რომ ამ ბევრ კანდიდატს ბევრი პარტიიდან შეუქმნათ შეჯიბრის მშვიდობიანი